მოგესალმებით ავსტრიიდან, ვენის ცენტრიდან. ამრიგად უკვე საქართველოს ავსტრიელი მეგობრების ინიციატივით ჩატარდა საპროტესტო აქცია. სოლიდარობას უცხადებთ ყველას, ვინც დღეს საქართველოს ქალაქებში გარეთაა გამოსული, აპროტესტებენ ძალადობას, უსამართლობას და მოითხოვენ პოლიტპატიმრების გამოშვებას და ასევე ახალი არჩევნების დანიშნვას. Willkommen. Es freut mich, dass so viele Leute heute erschienen sind. Bisher, ich glaube, wir werden noch einige mehr. Ich habe uns alle heute hier versammelt. Vor einigen Jahren einen Freund kennengelernt, Nikolas. Er ist mittlerweile einer meiner besten Freunde. Ich werde auch dieses Jahr mit ihm und seiner Familie Neujahr verbringen in Tbilisi. Und ja, mit jedem Besuch wurden es mehr und mehr Freunde. Ich bin 2 bis 3 Mal im Jahr in Georgien und es freut mich ungemein, dass ich jetzt da sein kann für die Menschen, weil mir ging es psychisch nicht sehr gut mit der Situation, obwohl ich ein Österreicher bin. Weil ich finde, gegenüber Ausländern oder dem Ausland fehlt vielen Österreichern einfach das Empathiegefühl und ich würde das als eines meiner Stärken einschätzen. Und für die Leute da zu sein, bedeutet mir die Welt. Und das ist, warum ich auch versucht habe, so viele Leute wie möglich zu rekrutieren. Wir haben jetzt 2 Wochen lang überall darüber gepostet, haben verschiedene Videos gemacht, haben verschiedene Postings gemacht, wir haben viele Schilder, viele Flaggen organisiert. Und ja, dafür, dass es meine erste Demo ist, erste politische Aktivität, finde ich, ist es bisher noch nicht so schlecht. Also ich bin da, ich bin seit dem 24. Februar 2022 für die Ukraine in Unterstützungsaktivitäten, ganz unterschiedliche. Und für mich ist ganz klar, in Georgien läuft dasselbe und wir müssen gemeinsam Georgien und die Ukraine, wir müssen Russland besiegen. Dann wird es wieder besser werden auf dieser Welt. Ich unterstütze Georgien persönlich selber als Serbe und ich finde es auch eine gute Sache, dass man sich gegen diese Unterdrückung wehrt, diese Ungerechtigkeit, die gerade Georgien widerfährt, die alle Länder um Russland widerfährt und hoffentlich wird es einen weiteren Schritt ins Gute bringen. ესე იგი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რაც ამ მიტინგებზე მოვდივარ და ხალხს ხვდები, ეს არის უკვე ევროპაში წამოზრდილი ქართველთა თაობა, რომლებისთვისაც საქართველოს სამშობლო, მაგრამ ევროპაც ასევე. რას ფიქრობენ ისინი თავის სამშობლოზე, როგორი ბრძვიან მისთვის, როგორ უნდათ რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ევროპის დიდ ოჯახს. სათქმელი ძალიან ბევრია. თავარი მოთხოვნა ჩვენი აქედან ვინდა რაც შეიძლება გავრცელდეს ის არის რომ რაც შეიძლება მეტად დაასანქცირონ რუსული ოცნება ასე და ქართული ოცნება არ არის ეს და რავი ანუ რაც შეიძლება რომ მოვითხოვოთ ეს აქედან ეს არის საქართველოში კიდე მოუწოდებთ რომ ჩვენ თქვენთან ერთად გავართ და გამაგდით ბოლომდე ვიბრძოლოთ და ყველაფერს მივახცევთ გამარჯობა მეც ვფიქრობ ბეკასნაირად ბოდიში ისე მაგალ ქართულად ვერ ვლაპარაკობ მაგრამ მეც ვფიქრობ რომს აქ ვართ ავსტრიაში მაინც უნდა დავეხმაროთ საქართველოს იმით რომ ჩვენ აქ გავართ და რომ ვაჩვენებთ ხალხს საქართველოსგან რომ ჩვენს ვეხმარებით და ჩვენს ვფიქრობთ ხალხზე და დიდი მადლობა ყველაზე ვინც აქ მოდის და საქართველოშიც ვინც ჩვენერად ესე გადის გარეთ და საქართველოსთვის პროტესტებს აკეთებენ. გამარჯობა, ჩემი სახელია ნიცა ბერაძე, ვენაში ვცხოვრობ, მაგრამ ორივე დედმამა ქართველი მყავს. გადმოვედი აქ საცხოვრებად და ჩვენ მე და ჩემი დეიდაშვილი აქ ვართ, იმიტომ რომ საქართველო მიგოჩნია ევროპად. მეგობრებო, თქვენ მარტო არ ახართ, ჩვენ თქვენს გვერდითა ვართ და ნაბიჯ აქ ევროპაში ვქმნით გარკვეულ საზოგადოებრივ აზრს იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოში ხდება. ყველა ჩვენ ახლობელს აქ ევროპაში ჩვენ ყოველდღიურად ველაპარაკებით საქართველოზე, მის მნიშვნელობაზე, იმ ადამიანებზე, ვინც იბრძვიან იქ სამართლისთვის, თავისუფლებისათვის და კიდევ ვარწმუნებთ მათ და ვუმტკიცებთ, რომ საქართველო ეს ევროპაა, რომ ეს ჩვენი საერთო სახლია და რომ ისინი, როგორც ჩვენ, უნდა გაუფრთხილდეთ ამ სივრცეს. და ეს ღირებულებები, რომელიც არის საბჭოთა კავშირიდან გამომდინარე რუსეთთან დაახლოვება, ეს არ არის ის, რაც ქართულ ხალხს სურს. სადაც არ უნდა იყოს ის ქართველი ხალხი, გინდა საქართველოში, გინდა ევროპაში, გინდა ამერიკაში. ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ღირებულება არ არის რუსეთთან სიახლოვე და არ არის ის ღირებულებები, რომელიც ახლოს არის რამე ფორმით ავტორიტარულ რეჟიმთან ან სახელმწიფოსთან.
უერთდებით ამ პროტესტს. ჩვენ ქვეყანას სჭირდება ევროპული მომავალი და დრო არის უკვე რომ ქონდეს ეს ევროპული მომავალი, იმიტომ რომ დაიღალა, ხალხის დაიღალა, ქვეყანას დაიღალა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ბოლო და ამის მერე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. დღეს ძალიან მაგარი ახალგაზრდა, ძალიან განათლებული, ძალიან შეგნებული ახალგაზრდობა და მაგის იმედი გვაქვს და ჩვენ აგერ უფროსი ხალხი, რომლებიც დიდი ხანია, თითქმის 25 წელი აქ ცხოვრობთ, აი ჩემი ქალბატონი ხათუნაც დიდი ხანი აქ ვარ, მაგრამ მთელი სულდაგურით იქ ვარ, რა თქმა უნდა. მთელი სულდაგურით მე ძალიან ხშირად დავფრინე, ყოველთვის იქ ვარ, ორი კვირა აქეთ ვარ, იქ დემონსტრაციას გავდივარ, იმერეთში ვცხოვრობ, მაგრამ მაინც ვცდილობ და იმას ვიტყოდი, რომ უნდა დატოვოს რა ამ გარეწარმა ბიძინა ივანიშვილმა მისმა ხროვამ სასწრაფოდ უნდა ესენი არიან ჰააგის ტრიბუნაზე გადასაცემი, აუცილებლად გადაეცემიან. ერთი გულის ტკივილი მინდა თქვა, ბევრი ქართველი რაღაცა აქ მცხოვრებ ქართველების მიმართ ბოროტად და რაღაც ნეგატიურად არიან განწყობილი და გვეუბნება თქვენ მანდ დაეტი და ჩვენი საქართველო, ჩვენ ავაშენებ ჩვენ საქართველოს. ჩვენ აქ მცხოვრებმა ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ევროპის სიკეთე და ეს სიკეთეები რომ ჩვენი საქართველოსთვის გვინდა, სწორედ ამიტომ ვიბრძვით თქვენთვის. თორე ეს ყველა სიკეთე რაც ევროპას აქვს, ჩვენ გვაქვს, მაგრამ მე და აქ მცხოვრებ ყველა ემიგრანტებს თქვენთვის გვინდა. თქვენ გაგიმარჯვოთ ახალგაზრდობა და თქვენზე კიდია საქართველოს ბედი. ემიგრანტები საქართველოში სიტუაციას და მდგომარეობას მე ვთვლი ძალიან საგანგაშოს ამ ყველაფერს რაც ხდება. აქ უკვე აღარ არის პოლიტიკურ შეხედულებებზე. აქ არის უბრალოდ ქვეყნის უზურპაციაზე და ძალიან დიდ საშიშროებაზე არის საუბარი, რომელიც პირადად ჩემმა დიდმა მშობლებმა გამოიარეს რეპრესიები და ასე შემდეგ, რაც ეხლა ძალიან ცალსახად ჩანს ასევე ბელორუსიაში და მე ვთვლი ძალიან საგანგაშო მდგომარეობას და ასევე ანუ მე მგონია რომ რაღაც ეს არის ბოლო ბასტიონის აღების ბრძოლა. ძალიან მიხარია ესეთი ჯანსაღი შეგნების და მენტალობის მქონე ახალგაზრდა რო ყავს. აი უსაშველოდ მიხარია და მინდა გითხრათ შვილებო, თქვენ გაიხარეთ ვაჟკაცებო, კარგებო, ძვირფასებო, თქვენზე კიდია საქართველოს ბედი, ეხლა სხვა ხსნა და საშველი არ გაგვაჩნია. ალბათ და იცოდეთ რომ ყველაფერი გვტკივა, ის რაც თქვენ გატკინეს, აი ძალიან გვტკივა, რომ იცოდეთ რომ ჩვენი ბედიც კი თქვენს ხელშია, თქვენ შემოგევნებთ და აბა თქვენიც. დადიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება